24 ნოემბერია ორშაბათი თქვენ თავისუფალ სივრცეს უყურებთ მე ვახო ხუზმიაშვილი ვარ საგამშვიდობისა. რას ნიშნავს ტრამპის 28 პუნქტიანი გეგმა? როგორ აისახება ეს მსოფლიოზე და როგორ აისახება საქართველოზე? ხედავდით რომ კონკრეტულმა ძალებმა საზარბასთან ხორცად გამოიყენეს უკრაინა. რაც შეეხება საქართველოს, ჩვენ შევძელით ასეთი სცენარის თავიდან აცილება ჩვენს ქვეყანაში, რასაც დაჭირდა კიდევ ერთხელ ვიტყვი ძალიან დიდი ძალის ხმა, თუმცა მოდუნება დღესაც არ შეიძლება. რა არის ამ დოკუმენტში მთავარი და რა როლი აქვს ევროპას? რა მოხდება მაშინ, თუ დოკუმენტს ხელი არ მოეწერება? ან რთული 28 პუნქტი, ან უკიდურესად რთული ზამთარი, ყველაზე რთული დღემდე და შემდგომი რისკები. უკრაინის ომი რუსეთთან არასდროს უნდა მომხდარიყო, მე რომ ყოფილიყავი პრეზიდენტი, ეს არ მოხდებოდა. ჩვენ ვცდილობთ მის დასრულებას. თუ ზელენსკი უარს იტყვის ამ შეთანხმებაზე, მას შეუძლია მთელი ძალით იბრძოლოს. როგორია ექსპერტებისა და ანალიტიკოსების მოსაზრებები? ხვდებით საღამოს 9-ზე თავისუფალ სივრცეში. ასე წარმოგიდგენთ დღევანდელი გადაცემის სტუმრებს. ხათუნა ხოფერია, საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი, რამან საყვარელიძე პოლიტოლოგი, რომან კაკულია საზოგადოებრივი მოძრაობა პოლიტიკური არჩევანის დამფუძნებელი და ილია ვერძაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. საგამშვიდობისა, მადლობას გიხდით რომ მოხვედით და იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. დავიწყოთ მოდით აი ამ ტრამპის 28 პუნქტიანი გეგმით. ეს რეალურად ტრამპი ამას უწოდებს სამშვიდობო გეგმას, მაგრამ რამდენად არის ეს გეგმა უკრაინელი ხალხისთვის, უკრაინისთვის გადამრჩენი დღეს? მოდი ხათუნა თქვენგან დავიწყოთ. ახლა დარწმუნებული ხარ, რომ ტრამპის ეს არის გეგმა? არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში. იმიტომ რომ ევროკავშირი აიფოფრა და სრულიად უსინდისოდ, ესე რომ ვთქვათ, პირდაპირ ესე შეურაცხყოფას აყენებენ ამერიკის პრეზიდენტს და ამბობენ, რომ ეს არ არის არც ტრამპის ხელწერა, არც იმისი თეთრი სახლის ადმინისტრაციის ტონალობა არ არისო, ესო უფრო პუტინის დაწერილს გავს. ამიტომაც იქნა რომ ეხლა აი ამ ჟენევის შეხვედრაზე წარდგენილი იქნა ევროკავშირის თან რაღაცა ახალი გეგმა, რომლის გარშემოც მე მგონი დიდად არ უმშელიათ, მაგრამ რაც შეეხება ამ 28 პუნქტიან გეგმას, მე ვფიქრობ ამაზე ალბათ რომანი უფრო დაწვრილებით, ვატოენ რომანი უფრო დაწვრილებით გვეტყვის. როგორც ბიზნესმენი, ტრამპი აქაც იჩენს თავს და არის გარკვეული შეთანხმებები ფინანსურ ურთიერთობებზე რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. ხოლო რაც შეეხება ევროკავშირის წარდგენილ გეგმას, იქ მოხდა აქტიურად ნატოს ჩართვა სხვადასხვა პუნქტებში და ნატოს როლის გამოკვეთა. უფრო მეტიც ხელშეკრულებასთან დაკავშირებით მათ გააჩინეს მესამე მხარე, რომ ეს უნდა იყოს რუსეთ, უკრაინას და ნატოს შორის მომხდარი შეთანხმება. ვინ დაეთანხმება, ვინ არ დაეთანხმება, ძნელი სათქმელია. ერთი კი ფაქტია, რომ თვითონ ზელენსკისთვის გადარჩენის ერთადერთი გზა არის ომი. სხვა სიტუაციაში ზელენსკი არა მარტო როგორც პრეზიდენტი და პოლიტიკოსი და ესე ვთქვათ მასხარა, არამედ ფიზიკურადაც შეიძლება არ არსებობდეს და ნაკლებად წარმოსადგენია. ხო, მისი განცხადება იყო, რომ ძალიან რთულ გზაზე არის ახლა უკრაინა, ან უნდა ირჩიოს სახელმწიფოს ღირსება, ან აშშ-ს და მხარდაჭერა. ხო, ნუ იცი რა არის ეს აპელირება ღირსებაზე, ზოგადად ადრეც იყო 2014 წელსაც ისინი ამ რევოლუციას თუ რაც მოაწყვეს გადატრიალებას, მაშინაც ამბობდნენ, რომ ეს იყო უკრაინის ღირსებისთვის მომხდარი და ღირსების შენარჩუნებისთვის, როცა ჭირდებათ იშველიებენ ღირსებას, როცა საჭიროა ამბობენ, რომ იბრძოლებენ ბოლო უკრაინელამდე და როცა საჭიროა ამბობენ, რომ ეს ბრძოლა არის ევროპის გადარჩენისთვის ბრძოლა. და ჩვენ ვიცით კიდევაც, რომ იმან რა ქვია, ურსულა ფონ დერ ლაიენმა, მოკლედ თქვა, სუნსულამ განაცხადა ეხლა ხანს, რომ უკრაინელები ბოლომდე იბრძოლებენ და ბოლომდე დაიხოცებიანო ევროპისთვისო. და ეს არის, მე ვფიქრობ, ტრაგედია დღევანდელი მსოფლიოსთვის, ეს ფორმულა, რომელსაც ისინი თავაზობენ, იმიტომ რომ შენ როცა ხარ ერი, შენ როცა გაქვს სახელმწიფო, რას ნიშნავს გაწყვიტო შენი ხალხი ვიღაცის გულისთვის, რაღაცის გულისთვის. აი რატო არის დასაფასებელი ჩვენი ხელისუფლება? ამაზეც საერთოდ უნდა ვისაუბროთ, ანუ საქართველოს რა გზაზე არის. ბატონ რამაზ, როგორ ფიქრობთ, რას მიიღებს უკრაინა? აი ამ მოცემულობით თუ ხელი მოეწერა აი ამ დოკუმენტს?
მაშინ ხალხს ხალხს გავაგრძელებ მასთან ცოტა სხვა კითხვა იყო. მე მგონი არ მოეწერება. და რატო? ხო, აი თუ არ მოეწერება, რა მოხდება შემდეგ ეს კითხვა მაქვს. იმიტომ რომ უკრაინელი ხალხიც კი იძახის რომ არ გვინდა ეს დოკუმენტი და მშვიდობაო. რა უნდა მიაღებინო ამ ხალხს? ამ ხალხს რომელმაც პრეზიდენტი კინოთი აირჩია. ღირსებაო, ყველაზე ადვილი არის ისეთ სიტყვები, რომელზედაც ერთს წამოიყვან, ხო ხალხს? წამოყვანილი ხალხია ძალიან მებრძოლი, თავდადებული, ოღონდ ხალხი, რომელიც ადვილად მიყვება ემოციას, ხასიათს, ვიღებთ იმას, რასაც ვიღებთ. ისე რომ ხალხიც კი დღეს მის განწყობილებას რომ დაუგდოთ ყური, არ არის მომხრე ომის შეჩერების. იმათ ბოლომდე უნდათ მეყვანა ომის პროცესის. მიაჩნია სტატისტიკა გამოქვეყნებული. მე რამდენადაც ვიცი, ესე ამბობენ თითქოს სამოქალაქო დაპირისპირება შეიძლება მოყვეს ამ დოკუმენტის არ მიღებას, ხო? ეგ განწყობილებები უფრო დუმაში მწიფდება, ანუ პოლიტიკურ წრეებში. არის კიდე ხალხი, როგორც ხალხი ასე ვთქვათ. ეხლა ამას ხალხი ყველაზე მტკივნეული ამბავია, ხო, ყველა ხალხს ჩივით. დანარჩენი ოქროს უნიტაზის მოყვარულთა დიდი ჯგუფი არის უკრაინაში. ევროპელებიც მე მგონი იგივე უნიტაზს ხმარობენ. ოქროსას. და ვიცით რა ევროპულ წრეებში ელიტაში კორუფციის თემა რამდენადაც ტრიალდება ამა თუ იმ ფეხბურთიდან დაწყებული ყველა თემასთან და არ კიდე ტრამპის ინტერესი და ყველას მიეჩნია რომ ტრამპია დაინტერესებული მშვიდობაში. არ არის ტრამპი. არ შეიძლება ტრამპი დაინტერესებული იყოს მშვიდობაში. აბა რა ამოძრავებს? თქვა რომ მშვიდობის წრედი ვარო და უნდა შეასრულოს, მაგრამ როცა ევროპა ისე ებრძვის ტრამპს, როგორც რაზეც ხალხმა ლაპარაკობდა, ანტიტრამპულია ევროპა. ის უნდა იყოს დაინტერესებული, რომ ევროპა ასე მშვიდობიანად ამყოფოს? მშვიდობიანად თუ უფრო მეტი თავის ტკივილი გაუჩნდება ახლა ევროპას, რუსეთი მაინც მიდის ევროპასთან უფრო ახლოს და ახლოს, ხო? ამ ომის შემდეგაც. და ევროპა ყიდულობს ნავთობს რუსეთიდან თორემ ხო მაგრამ მე მაინც მგონია რომ ტრამპი ადვილად თახვდება იმას რომ ომი გაგრძელდეს რათა ამ ომმა ბოლომდე მიიყვანოს ევროპის კრიზისი. ანუ თქვენ ფიქრობთ რომ კრიზისი გარდაუვალი იქნება? ადამიანი ხა რაც ფონ დერ ლაიენმა თქვა რომ უკრაინელები დაიხოცებიან ამოიწურება ეს ადამიანური რესურსი უკრაინაში. გასაგებია. ბატონო, თქვენ როგორ უყურებთ აი ამ 28 პუნქტს? ხო. ეს 4 ადამიანი მოგვიწია ძალიან კარგია ბატონო, ხო, მაგრამ იმედია დროც 4-ჯერ მეტია ვიდრე თქვენი გადაცემის. თუ არ არის ეგრე? არა, მაგდენი არა, ეხლა სამსახურიდან უნდა ასეთი თემის გაანალიზებას ეხლა. ასე პატარ-პატარა ბლიც ინფორმაციებით გაიშევეთ. შეძლების დაგვარად ვცდილობ, შეძლების დაგვარად, ხო. არის ესეთი გამონათქვამი, რომ არც ის ერთულად არის საქმე, როგორც ერთი შეხედვით ჩანს, ის გაცილებით უფრო რთულად არის. ეგ მდგომარეობაა ზუსტად ეხლა. ჩვენ ახლა რა თქმა უნდა, როდესაც საქართველოსდან უყურებთ ამას, ცხადია, უნდა დავინახოთ, როგორ ვითარდება სიუჟეტი და მე პროცესი თუ არ დავინახეთ, ისე ხო ვერ მივხვდებით ჩვენ როგორ მოვიქცეთ რა. ეს პროცესი იმდენად მრავალწახნაგოვანია, ახლა თითოეული შენაკადის ჩამოთვლაც მაგის გარეშე ვერ დაახასიათებ მთლიანად. თუმცა ახლა მოკლედ ალბათ ესე ვთქვათ, ახლა მოდით, ახლა ჩვენ ვინც მივყვებოდით ამ ყველაფერს რა, მოლაპარაკებების პროცესებით, მოდი აქედან შევხედოთ რა, სტამბოლის მოლაპარაკება ხო გვახსოვს ჩვენ. მოგვახსოვს იმ სტამბოლის მოლაპარაკებებში რა თემები იყო, ხო? მე იყო ლაპარაკი სტამბოლის მოლაპარაკებებს კიდე რაღაცები უნდა დამატებოდა. ახლა დღეს როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ ხელშეკრულება? ახლა რუსეთი აგებს თუ იგებს ამ ეტაპზე ომს? რუსეთი რატო დათანხმდება ისეთ რამეს იმაზე უარეს პირობებს, როდესაც გაცილებით უკეთეს პირობებში არის დღეს და
ნუ ეხლა აქ წარმოუდგენელი არის იმაზე ლაპარაკი, რომ აქედან რამე გამოვახლა ამ ეტაპზე, მაგრამ ნუ ჩვენ უნდა დავინახოთ ეხლა პროცესი რა პროცესია ეს მთლიანობაში თუ ჩვენ ბეგუებით კიდე თუ ჩვენ ვაღიარებთ იმას რომ რუსეთმა პუტინმა თქვა კიდეც რომ ამერიკული მოდელიო უფრო დასაფიქრებელია და მისაღებია ჩვენთვის. ეხლა რაც არ უნდა თქვას ეხლა ეგ ერთ შემთხვევაში შეიძლება მაშინ აქ თუ ჩვენ დავინახავთ რომ ჯერტი ხო ვიცით რა განსხვავება ხა ომის შეწყვეტაზე იქნება ლაპარაკი თუ სამშვიდობო შეთანხმებაზე ხო სამშვიდობო შეთანხმების პერსპექტივა რა ვიცი ეგ თუ შედგ ეგ იმას ნიშნავს რომ უკვე მაშინ რუსეთის ეკონომიკას მართლა უჩანს ისეთი რაღაცები შეგდ რა ჩვენ არ ვიცით და დიდი ომისათვის მზადება მაშინ არის გარდაუვალი. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება მაგ პროცესის გაჩერება. ეხლა თუ სერიოზული მზადება დიდი ომისათვის, ევროპულ რუსული ომისათვის, რომელიც ეხლა შედგება თუ არა, ეგ კი არ არის თავი. შეიძლება არ შედგეს იმ დონეზე მოემზადონ, რომ შემდეგ არ შედგეს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აქ გარდაუვალი არის ამ დაპირისპირებისათვის, სამხედრო დაპირისპირებისათვის მზადება. და ეხლა ყოველ შემთხვევაში დღეს უკრაინას ცხადია, უბრალოდ ევროპას ცხადია ეს მზადების პროცესი ომის ფონზე აწყობს, იმიტომ რომ ეხლა 100 მილიარდის თემა იყო, ეხლა ახლა იმიტომ გითხარებ დროსთან დაკავშირებით, რომ არ ვიცი რა რომელი კუთხიდან ძალიან კომპლექსური თემაა და ეხლა რაღაცა ფოკუსიდან შემოვდივარ, მე შეიძლება არ მომეწონოს აქეთ, იმიტომ სხვა ფოკუსები არის ბევრი და ეხლა 100 მილიარდი რო დასახელდა, ხო? აი ეს 100 მილიარდი რატო დასახელდა, მიუხედავად იმისა, მაგას რა გაგრძელება ექნება, ეს ციფრი საიდან მოვიდა თვითონ ხო ვიცით რომ 100 მილიარდი ჯდება დაახლოებით წელიწადიო ესე ითქვა ხო აქედან ნახევრამდე მე მგონი თვითონ უკრაინა უზრუნველყოფდა და ნახევარი შემოდიოდა დაახლოებით ეხლა ეს ევროპაში დღემდე არსებობს იმის იმედი რომ 2 წელი არის ის მაქსიმუმი რასაც რუსეთის ეკონომიკა გაუძლებს ესენი ეხლა მან უკრაინის სამხედროებს კი არ ითვლიან ამათი მთავარი გათვლა არის იმაზე რომ იქნება ეს 2 წლის განმავლობაში იქ ისეთი პროცესები დაიწყოს, რომ შიდა ჩამოშლის ბრძოლის ველზე გამარჯვების პრეტენზია იქ არც არავის არ აქვს დღეს პრინციპში. აქ გათვლა მთავარი იყო, რომ 2 წელიწადში იქნება რუსეთი ჩამოიშალოს ეკონომიკურად შიგნით. ეხლა ამას რამდენი უკრაინელი შეეძლება, ხო აღლაბა საერთოდ არ, მაგრამ გასაგებია, რომ ამას სერიოზულად არც არავინ არ განიხილავს სამწუხაროდ. რამდენი წელია ამ რუსეთის შიდა ჩამოშლაზე? იქ მე ვლაპარაკობ, რომ მათ აქვთ ამის იმედი, ჯერ კიდევ იქ არის. ეხლა მე სულად არ ვიზიარებ ამას, არა, მათ ამის იმედი ჯერ კიდევ აქვთ, რომ ეს ასე მოხდება. ამიტომ ეს დაპირისპირების მომენტი თავისთავად ამ რაღაცებითაც იკვებება. გარდაუვალი ეხლა იქ შიდა უნდობლობის გამო, რომ ომისათვის მზადება არ დაიწყოს მთელი სერიოზულობით. ეხლა ამაზე ჩვენ ვისაუბრე იქ ეკონომიკური პრობლემები, ეს რუსოფობიის თემა, იმდენად აუცილებელი თემაა ევროპისათვის, მაგის გარეშე ესენი ვერ გააკეთებენ უკვე იმ ეკონომიკური პრობლემების მოგვარებისათვის, იმ ხელა შეზღუდვები იქნება ფინანსური, რომ მაგას გაახსნა ხო უნდა და ამდენმა ხალხმა ხო უნდა მიიღოს ეგ ეხლა და მეორე მხრივ ეხლა წარმოიდგინეთ თქვენ რომ დაუშვათ ამ უკრაინელებსაც რაღაცა ხო უნდა შეთავაზო იმისათვის რომ აი ამდენი ადამიანი და ეს ევროკავშირის წევრობა იყო დარჩენილი თითქოს 11, მაგრამ ევროკავშირი რუსეთისთვის უკვე აღარ არის ევროკავშირის წევრი იყო ის სამხედრო მანქანად იქცევა, ამიტომ მაგასაც ვერ მიიღებს რუსეთი ჩემი აზრით, ეხლა ესე რომ იმიტომ რომ ეხლა თუ ევროკავშირი ბუფერის ზონად გამოიყენებს ამას, ერთადერთი სხვადასხვა შეიძლება ჩვენ შემოთავაზება გაგვეზარდოს. იმიტომ როგორც ბუფერული ზონისათვის გამოვადგებით და შეიძლება ამ კუთხიდან შევხედოთ მარტო და ეს შემოთავაზება გაგვეზარდოს და ამიტომ ეხლა ჩვენი ხელისუფლებაც ხშირად ამბობს ჩვენ მაინც მივისწრაფით ევროპისკენ და იქ რაღაცა შეიძლება ღირებულებები უკვე აქ არაფერს შუაში არ არის ღირებულებები ცალკე თემა იყო და მაგაზე ცალკე თემაა სალაპარაკო, მაგრამ ევროკავშირი ხდება სამხედრო ორგანიზაცია. ამიტომ რუსეთის დამოკიდებულება მის მიმართ ზუსტად იგივე იქნება როგორც იყო ნატოს მიმართ და შესაბამისად ეხლა ჩვენი საჭიროებაც იგივე იქნება ევროკავშირისათვის. როგორც ნატოს მიმართ იყო და რუსეთის რეაქციაც იგივე იქნება ჩვენი ჩართულობისათვის, როგორც იყო ნატოს შემთხვევაში. ამიტომ აქ ეხლა სიფრთხილე უმაღლესი ხარისხის არის საჭირო. ამ ყველაფერს ეხლა ვინც ასე ვერ ხედავს და მხოლოდ სამყარო სიკეთეთ და ბოროტებათ არის გაყოფილი და რაღაცნაირად ეხლა ჩვენ მაინდა-მაინც უნდა რა ვიცი ეხლა ხელოვნებაში რაღაცა კარგია. თანაც ჩვენი ისტორიის ხალხი რამდენ ბოროტებას ჩვენთან გაუმარჯვია. ხო, ნუ მაგრამ კიდე შეიძლება მაგაზე გასაგებია. იცი რა არის ხა ბატონობას მე რომ მოვდიოდი ეხლა რომ ვიცოდი რომ თქვენ იყავით და ის სერიოზულად ფიქრობ უკვე სერიოზულად აი სოფლიოში რაც ეხლა პრობლემები მიმდინარეობს, ხო? ეს გეოპოლიტიკით აიხსნება და შესაბამისად იქ ეკონომიკური რესურსები და კორიდორები და ასე შემდეგ თუ ჩვენ უკვე მივედით სიტუაციას და სადაც მხოლოდ ფსიქიატრია არის შეიძლება პასუხის გამცემი. მე მგონი ფსიქოლოგიური პრობლემა მე ხამას რაღაც ისე ირონიით კი არ ვარ და ვინმე შეურაცხყოფას კი არ ვაკეთებ. უბრალოდ ადამიანების ფსიქიკა არის
აი 400 წლის პროექტზე რო არის ხოლმე საუბარი, აი რა პროექტი მთავრდება 400 წლის? აი 400 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ზეგავლენა სწორედ ადამიანების ფსიქიკამ განიცადა და მე მგონი მაგას ამოგეხოთ. დაგიბრუნდებით. იმიტომ რომ ლოგიკა აღარ არის, ხა, როდესაც თქვენ ლაპარაკობთ, აი ხო გაგიგიათ ხშირად რომ აი რაციონალიზმი გავიდა პოლიტიკიდან. ეგ იმას ნიშნავს, რომ ადამიანი რაციონალური არსება რომ არ არის, ამაზე ფიქრი გავიდა საერთოდ და ფაქტურად მაგას ნიშნავს პოლიტიკიდან რაციონალიზმის გაცვლა იმის არ გათვალისწინებას, რომ ადამიანი არ არის რაციონალური არსება და ყოველთვის რაციონალურად ის ვერ მოქმედებს. ეხლა ჩვენ გასაგები როა და იმიტომ გითხარი 4 ადამიანი მოგვიწევს და მეტიც რო გვინდა ეხლა ვერ ვამთავრებთ ესე. შეძლებს და გვარად უნდა მივცეთ სხვა ადამიანებსაც საშუალება. დაუმთავრებელი რჩება. დაგიბრუნდებით ბატონო. ბატონელია თქვენ გითხარით თქვენი პოზიცია. კი ბატონო, მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს და სტუმრებს, ჩემთვის პატივსაცემ ადამიანებს. დიდი მადლობა, რომ ერთად მაქვს საშუალება ჩემი აზრიც გამოთქვა. ეხლა მე ვიტყოდი ესე, პოლიტიკისთვის ცნობილია მსგავსი кейსებიც, ასე ვთქვათ, ძალით მშვიდობის დამყარების, მათ შორის ტერიტორიების დათმობის, ეგვიპტე-ისრაელის შემთხვევაც იყო თუ არ ვცდები დაახლოებით ესეთი, ანუ ეს იმ კუთხით ვამბობ, რომ ეს არც ტრამპის მოფიქრებულია, პრინციპში, იდეაში, არც არავის აპარატმა დაწერა, ვინ დაწერა, იდეა ვისი იყო. ერთ-ერთი გამოსავალი არის ამ შემთხვევისთვის და თქვათ აქ ნათქვამის გაგრძელებად რო გამომივიდეს, მე ვფიქრობ, რომ შეიძლება რიტორიკაც ბატონ რამაზი მას გვეუბნება, უნდა არ უნდა საკითხს ვამბობ, რიტორიკაც ისე ზერელეთ ამბობს ხოლმე ამ დასრულებაზე, რომ თუ გინდათ დავასრულოთ ტრამპი, ხო, ისე ამბობს ხოლმე, რომ რეალურად მან იცის, რომ ძალიან მარტივია ჭეშმარიტება, ნებისმიერ ომი სრულდება. კი ვიცი, ჩვენ 100-წლიანი ომი ესეთი პერმანენტულად არ მიმდინარეობდა ბრძოლები, მაგრამ იყო ესეთი შეფასება მიიღო მან ისტორიიდან, მაგრამ ნებისმიერი ომი სრულდება. ეს ერთი აქსიომა. მეორე აქსიომა, რომ ადამიანის სიცოცხლე არის უმაღლესი ფასეულობა და ამაზე მე მგონი ზოგადად შეთანხმებულები ვართ. ეხლა რა გამოდის? ეხლა ვიღაცამ უნდა იფიქროს იმისთვის, რომ ეს უნდა დასრულდეს და თან კონკრეტულად ყველა ცდილობს თავისთვის სასარგებლო მინი-ფინიში მონახოს, ამერიკამ თავისთვის, ევროკავშირმა თავისთვის, იმათ გადაწევა უნდათ, იმათ ილუზიები აქვთ რაღაცის ვიღაცის ჩამოშლის, ამათ სხვა და სხვა და აი ამ კონგლომერატში ჩვენ ახლა ვლაპარაკობთ, როგორც ბატონო უკრაინას რა რჩება მოცემულობაში? აი რო დათანხმდეს თქვათ უკრაინა ამ რაც დოკუმენტიც უდევს ახლა ხო? რა რჩება უკრაინას? ანუ აი ეს არის კაპიტულაცია, ცალსახად შევიძლია ვთქვა. ცალსახად მე ვფიქრობ, რომ ცალსახად პასუხის გაცემა მსგავს სიტუაციაში ძალიან რთულია. ნებისმიერ დროს ომის გაჩერება ნიშნავს ერთ გადარჩენილ ზედმეტ სიცოცხლეს და ეს ცალსახად კარგია. მაშინ რატო იყო ეს ომი თუ ამ შედეგით უნდა დასრულებულიყო? მაგალითად თუ გიდათ, აი ხო პრეცედენტებია, ხო? ავიღოთ ის თუნდაც სტამბოლის ხელშეკრულება ახსენეთ. იყო მანამდე სხვისი წინადადებებიც ამ კონფლიქტთან დაკავშირებით. ყველგან რეალურად იყო რა? იყო გაყინვა, აი რეალური წინადადები რა იყო? არსებული ხაზის შენარჩუნება, არსებული სტატუს-კვოს შენარჩუნება და ვთქვათ, იმ თუ არ ვცდები იმ აფრიკის ქვეყნებმა ხორბალიო ჩაამატეს, ანუ რაც მათი ინტერესი იყო, ამერიკა თავისას ჩაამატებს, რა თქმა უნდა, იქ მინერალებიო. ანუ რას ვამბობ, ეს ზოგადად არის დინამიკაში განსახილველი საკითხი და სად გავჩერდებით, ამას იმ დროისთვის და იმ ქვეყნისთვის და იმ ინიციატორისთვის ექნება. სწორედ ამიტომ მე ბოლოს რატომ მიმყავს იცით ბოლოს? მინდა ბოლოს ვთქვა, რომ ხალხია ყველაზე ცოდო. უკრაინელი ხალხის ხარჯზე ხდება ეს და ქალბატონ უსულას თუ ეს უთქვამს, მე მართალი გითხრათ არ გამიგონია, მაგრამ მსგავსი ბოროტების ესეთი გაცხადება მე არ ვიცი ამას ნუ თუ მარტო მე ვხედავ, ჩვენ ვხედავთ და სხვა ვერ ხედავს. ესე არ შეიძლება ერის ხარჯზე და იმ ნაწილშიც ბატონ რომან ჩემი აზრით, აი ევროპა რაც იქცევა, ხო? მე ცოტა ვფიქრობ, რომ ეს წარმოდგენა რაც ამ ბიუროკრატიას აქვს, მე მგონი დიდი დღე მაგათ არ უწერიათ და რატომღაც მაქვს იმედი, რომ ეს ბიუროკრატია პირობითად, ანუ ისტებლიშმენტი რო შეიცვლება, ვფიქრობ, რომ უკეთესობისკენ, ანუ გაცნობიერებო დღეს მაგალითად ძალიან კარგი ინფორმაციით უკვე ორბანის ის წამოვიდა
ფაქტორი წამოვიდა, იქ რამოდენიმე ქვეყანა სახელდება, პოტენციური ჩართულობა სახელდება და ამ ყველაფერს იმედის ელემენტები და სინათლე მოაქვს, იმიტომ რომ არც ეგრეა უკაცრავად მისთვის არც ეგრეა საქმე, ვეუბნებით უკვე, თქვა საღი ნაწილი ვეუბნებით იმ დანარჩენებს, რომლებიც გათქვეფილი არიან ამ რა ვიცი მე კორუფციაშიც, რა ვიცი სასწაულ რაღაცეები ხდება და ისეთი რაღაცები ხა გაჟღერებათაც არ ღირს, პირადად პერსონალურად იგივე ურსულა ქალბატონის და მისი ოჯახი და სხვები რა დღეში არიან, მაგრამ დავანებოთ ამას ყველაფერს. და ხსხვებზე აღარ გავავახილებ ყურადღებას. ზოგადად არის ეს ორომტრიალი რა დროს გაჩერდება იმ ატრაქციონის არ იყოს და სად გაჩერდება. აქ გამოითქვა პოზიცია, რომ არ გონიათ რომ მიიღოს უკრაინამ ტრამპის შეთავაზება, მაგრამ თუ ტრამპის შეთავაზება არ მიიღო უკრაინამ, მაშინ რა ხდება? აი რა პროცესები განვითარდება, ხათუნა? არ ვიცი, ხა ჩემთვის ძნელია ამაზე საუბარი. ყოველ შემთხვევაში ეხლა რაც ხდება, არის დაჟინებული მოთხოვნა და ყოველ შემთხვევაში ითხოვენ რომ ხუთშაბათამდე უნდა იყოს. მაგრამ მე სახელმწიფო დინის განცხადება იყო რომ შეიძლება რომ თლათ ეს რაღაც საკითხებთან დაკავშირებით კიდევ ვისაუბრებთო, მაგრამ ის გამონათქვამი რაც თქვა ტრამპმა, უკრაინა თავისუფალია და მას შეუძლია იბრძოლოს ბოლომდე. ანუ ის მთლიანად ჩაეხსნა ამ პროცესებს. ეხლა ვახო არავისთვის დასამალი არ არის ეს ომი რო იწყებოდა. იმთავითვე ყველა ამბობდა გარდა იმისა, რომ ზელენსკი ამბობდა, რომ ჩვენ უკრაინა იმას ევროპას ვეწირებითო, ყველამ ვიცოდით ამერიკის შეერთებული შტატების გეგმა, რომ მას სურდა დასუსტებული ეკონომიკურად ჩამოშლილი ევროპა. მას რეალურად თავის პირად პოლიტიკურ და ეკონომიკურ ამბიციებში ევროპა ძალიან უშლიდა ხელს და განსაკუთრებით გერმანია. ჩვენ კარგად ვნახეთ რა უქნეს გერმანიას, ჩვენ ვნახეთ როგორ გადიოდა გერმანიიდან უდიდესი ქარხნები, ეკონომიკურად პრაქტიკულად ის არის კრიზისის წინაშე. დღეს უკვე კრიზისშია გერმანია. დღეს უკვე არის სერიოზულ კრიზისში გერმანია და არა მარტო გერმანია, ხა უბრალოდ ვამბობ, იმიტომ რომ გერმანია იყო ერთ-ერთი უძლიერესი ეკონომიკური სახელმწიფო და ევროპაში ნომერ პირველი. ის დღეს ამ სტატუსს უკვე ვეღარ ატარებს. ანუ ამერიკამ თავისი მინიმალური გეგმა რაც ჰქონდა ევროპის დასუსტება, ეს გეგმა მიღწეულია. ეხლა ევროპა პრაქტიკულად გვევლინება როგორც მკვდარზე ვენოკიო რო იტყვიან, ხო იცი? არის ჩამოკიდებული უკრაინაზე და ცდილობს რომ თავისი სხვათა შორის ამერიკის გარეშე ვთქვათ. ამ თემის ერთ-ერთი მთავარი მომენტი იყო, როცა ეს იწყებოდა, ეს ჯერ კიდე ომამდე იყო, როდესაც ბრიტანეთი გავიდა ევროკავშირიდან. ეს უკვე ნიშნავდა გარკვეულ ვექტორებს, რომელიც უნდა განვითარებულიყო ევროპაში. სწორედ ბრიტანეთის გასვლას ემთხვევა საქართველოში და უკრაინაში უსაფრთხოების საკითხების ამერიკის მხრიდან ბრიტანეთზე გადაბარება. ჩვენ ვიცით, რომ აგერ უკვე ბოლო 6 წელია პრაქტიკულად ბრიტანეთის სპეცსამსახურები მუშაობენ საქართველოშიც და უკრაინაშიც. ბრიტანეთის სპეცსამსახურებმა ხალხურად რო ვთქვათ, ჩაისვარა. უკრაინაშიც და საქართველოშიც. შესაბამისად, პირველი სკრიპკა, ისევ ისე არის ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც თავაზობს იმას, რასაც თავაზობს. ეხლა აქ იყო საუბარი იმასთან დაკავშირებით, აი სხვათა შორის მაგაზე არ მიფიქრია ბატონო რომან მე, რომ შეიძლება აი ამ ბუფერული ზონების და რაღაც თემებში საქართველოს გამოყენება მოხდეს და მართლაც შეიძლება რომ იმასქნეს. აქედან გამომდინარე, მოკლედ მე ვფიქრობ ესეთ რამეს, რომ თავარი არის რა სილაპარაკებს რუსეთი და ამერიკის შეერთებული შტატები. დანარჩენი ყველაფერი არის აი ამ ორ ფიგურანტს მიწებებული პროცესები და რა ტონალობა იქნება შექმნილი. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მე მგონი ერთი 10 დღის წინ მოხდა, როდესაც აუფეთქეს ამერიკის შეერთებულ შტატებს უკრაინისთვის მიწოდებული ტომაგავკები თუ რა ჯანდაბა ქვია ეს იარაღი, ძალიან სერიოზული ზარალი მიიღო და ეს იყო რუსეთის ეს არ გახმაურებულა, არ ხმაურდება დღესაც ამაზე იქ რაღაცეებს ამბობენ, მაგრამ ფაქტი რჩება ფაქტად და ეს იყო სერიოზული სიგნალი ტრამპისთვისაც და თეთრი სახლისთვისაც და სახელმწიფო დეპარტამენტისთვისაც. შესაბამისად, მათი აი როდესაც ისე უბნება, რომ თქვენ არა მე ვიცი, რეალურად რის სიძალები გაგაჩნიათ, ის გულისხმობს, ტრამპი გულისხმობს ძალიან ბევრ რამეს. ყოველ შემთხვევაში ჩვენ ვიცით ერთი რამ, რომ ტრამპი თავის სახელმწიფოს ზარალს არ მიაყენებს, ზიანს არ მიაყენებს. ტრამპს თავისი მთავარი გეგმა
ევროპა როგორც ბარიერი პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებში დასუსტებული ყავს, ჩამოცილებული ყავს. ეხლა კი თქვა აქ რომ ტრამპს არ ჭირდება მშვიდობაო, მაგრამ მე ვფიქრობ რომ ტრამპს ძალიან ჭირდება მშვიდობა, მით უმეტეს თუ გადავხედავთ ხელშეკრულების პირობებს, იქ ძალიან ბევრი ამერიკული გავლენებია ჩადებული. ტერიტორიებზე უნდა თქვას უკრაინამ უარი, ნატოზე უნდა თქვას უარი, ყველაფერზე უნდა თქვას პრაქტიკულად მე თავიდან მეცინებოდა, იცით, ეხლა ჩემ მეგობრებს მინდა უთხრა, რომ როდესაც ამბობდნენ მზეციური იერუსალიმზე, ნებესნი იერუსალიმ გახსოვთ იყო ესეთი თემა, რომ იქ უნდა გაკეთდეს ბუფერული ზონა და 5 რეგიონი უნდა შეერთდეს და მოხდება დიდი რაოდენობით ებრაელური იმის ჩასახლება იქა და ესენი იქნებიან რეალურად გარანტები უკრაინისთვისაც და რუსეთისთვისაც. გასაგები. რაღაც ეტაპამდე მეცინებოდა, ეხლა რატომღაც არ მეცინებს. ნელ-ნელა საქართველოს თემაც მინდა შემოვიტანო, მაგრამ მანამდე მინდა აი ბატონო რამაზ, როდესაც უკრაინას ეუბნებიან რომ ნატოში შანსი არ აქვს. მაშინ ჩვენ რა შანსი გვჩება? ორივე ვარიანტი ის ევროპული 24 პუნქტით ნატოსთან დისტანციას. ანუ ეს ჩვენთანაც არის, შეიძლება არა პირდაპირი ჯერ, მაგრამ ირიბად რომ საქართველოსაც არ აქვს ნატოში პერსპექტივა. რატომ უნდა გქონდეს? არა, ყოველ შემთხვევაში ჩვენ გაცხადებულად გონებოდნენ რომ ნატოს კარი ღია და ჩვენ არ შევდიოდით, ხო, ამდენი ხნის განმავლობაში. არა, ჩვენ არ შევდიოდით, არა. იდექით ღია კარტადო, თორე ჩვენ რო ეთქვა, შემობძანდით, ერთმანეთს დავასწრებთ. ხო, ანუ ეს ნიშნავს რომ საქართველოსაც უთხრეს ამით. არის კიდე ერთი მოვლენათა ერთი ხაზი, რომელიც ჯერჯერობით არ შევხებივართ. არის ერთი ჩუმად მყოფი ქვეყანა, რომელიც ხმას არ იღებს მთელი ეს ხანი. ჩინეთი. და რომელიც უყურებს. არ არის დაუინტერესებელი ჩინეთი, ადრე აქვს ნათქვამი, დაგეხმარებით მოგვარებაშივე, მაგრამ ეხლა აღარ ერება. გატრონულია. ეხლა რატო გამახსენდა ჩინეთი? სოფლიო იქნებაო, თქვა და შესრულდა კიდევაც. რატო გამახსენდა ჩინეთი საქართველოს გამო? ჩინეთმა ხო აქ უნდა გამოიაროს გზაზე ველოდებით ქუჩაში. და არის ერთი პროცესი, რომელიც ჩინეთსაც შეიძლება აწყობდეს, ამერიკასაც და ევროპას მაგას ელოდება შეიძლება და ზელენსკიც. თუ კი ომი შეჩერდა და არის პრინციპში მაგის მოტივი თუ გაჩნდა, რატო გაჩერდეს ომი გაჩერდება. და ეს მოტივი არის ის თუ რითი გაკეთდება ოქროს უნიტაზე. აქამდე კეთდებოდა ომით. შეიძლება ახლა უკრაინის აღდგენით გაკეთდეს ოქროს უნიტაზე. ანუ ფულის კეთება. წავა მაგენ. ხო. და უკრაინის აღდგენის პროცესში ჩართული იქნება ამერიკაც და უკვე მოზომა ჩინეთიც, რუსეთიც. ისე რომ ეს ცალკე სერია იქნება რა აღდგენის თემა. და ამიტომ მე მგონია რომ საქართველოს პოზიტიური პერსპექტივა აი ამ აღდგენის თემასთან, აი რამდენადაც ომმა შეიძლება ძალიან ცუდ დღეს, ცუდ ბედიღვალს გამოვცდით, მაგრამ შეიძლება კიდე დაგვიდგეს, თუ ომი არ გაჩერდა, სულ იქნება მაგაზე ზეწოლა რო არიქა წადით, საბრძოლველად, აი მშვიდობამ შეიძლება ეს მოიტანოს, რომ საქართველოს გავიდეს უკრაინის აღდგენასთან დაკავშირებული ბევრი პროცესი, რომლის ინტერესი ყველას შეიძლება ქონდეს, მათ შორის საქართველოსაც. გასაგები ბატონობა, ის გზა რაც გავიარეთ აი ამ ომის დაწყების შემდეგ, პრინციპში ყველამ ნახეთ, ხო? დღეს აი რა თქო ხო რომ რაღაცა ზოგი მოუწოდებდა ხელისუფლებას, რომ აქედან არა საკმარისად იქცეოდა საქართველოს ხელისუფლება, რომ არ უერთდებოდით პირდაპირ რაღაც სანქციებს, რომ რაღაცა შავი ხვრელები იყო, მოგვიწოდებდნენ რაღაცა ჩართვას ამ საომარ მოქმედებებში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თქვენ თქვით, რომ ფრთხილი გზა არის ახლა გასავლელიო. რა რისკები არის დღეს თუ ომი არ შეწყდა უკრაინაში? უფრო შეიძლება კიდევ უფრო მეტი დაწოლა წამოვიდეს ევროპიდან საქართველოს მისამართით?
ეხა მე ბატონი რამაზის ოპტიმიზმი მინდა რომ ვიზიარებდე, მაგრამ რაღაც ვერ მოყვებით მაგაში ბატონ რამაზა, იმიტომ რომ ეხა რა შეასახმე, იცი ხო, ომის შეჩერება ძალიან თითქმის მე ვერ ხედავ მაგას სამწუხარო, ძალიან სამწუხარო ეს. იმიტომ რომ ჯერ ეხა უკრაინაში რა ხდება, როცა 4 წლის განმავლობაში არის გამოფიტვაზე ომი, ეს შიგნით აგროვებს იმ მასას ადამიანების, რომლებსაც უკვე აი უბრალოდ შურისძიების თემა იმდენად მაღალ ხარისხია, იმათ აღარ აინტერესებს უკვე გეოპოლიტიკა. თუმცა არის ის ხალხიც, რომელიც გაბატონმა ხათუნამ თქვა, რომელიც დაიღალა უბრალოდ და უბრალოდ ხდება აბსურდულობა სამისას და როცა არჩევანზე ყიდულობთ, ორი არჩევანია, ან საერთოდ განადგურება, ან ამ ტერიტორიის შენარჩუნება, მაგრამ ეხლა ზელენსკის გარემოთოში არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ეს ალტერნატივა შეიძლება საკუთარ თავს შესთავაზოს, ცოცხალი ეგეთი ადამიანი არ არსებობს. ეხლა ეგ ყველასთვის გასაგებია. ომი იმიტომ არ დამთავრდება, რომ საერთოდ ორ კონფლიქტში რომ ადამიანი მონაწილეობს და სახელმწიფო მონაწილეობს, შეთანხმება რა დროს ხდება, როცა ორივეს შეუძლია კომპრომისი. კომპრომისი ნიშნავს შენთვის რაღაც გაგებით მიუღებელი ვარიანტის მიღებას, ოღონდ შენ იცი რატომ თმობ ამას და თანაც ამის ახსნა შეგიძლია საკუთარი მოსახლეობისთვის. ეხლა მინიმალურებს ვერ ღებულობენ ვერც ერთი. რუსეთისათვის ეხლა ამათ ეს ნახეს ვაი რუსეთის დაარქვეს, ხო? ამ დროს ეს რუსეთისთვის მინიმალურიც კი არ არის, ყველას დაავიწყდა, ასე თხოვდა, თავიდან 97 საზღვრებამდე გადითო. იმათ კი დაავიწყდათ, მაგრამ ამათ გონიათ რომ ამათ დაავიწყდათ, ეხლა ეგ 97 წლის საზღვრებამდე გადითო იმის თქმელი რუსეთისათვის ეს არის მინიმუმი. და ამათ გონიათ რომ ეს არის მაგათი მაქსიმუმი. ეხლა ვიღაც გამოვა და უკრაინას ისი უფლება აქვს და რუსი უფლება არ აქვს, ამ კუთხით თუ შეხედე, კაცო, უფლება შეიძლება ყველაფრისა აქვს, მაგრამ შესაძლებლობა რისი აქვს. თუმცა თან როდესაც ერთი ხელშეკრულება ხო დარღვეულია 44 წელს მიღებული. რა თქმა უნდა, მე მისმამიდა რომ ეხლა აქ მინიმალური პირობებიც კი ომის შეჩერების არ არსებობს. ამ შემთხვევაში ეხლა უკვე ევროპა, რომელიც ყველა ვარიანტში ეცდება, ეხლა რა ტიპის კატეგორიის ხალხიც არ უნდა მოვიდეს მან და რა ისინი თავიანთი სუბიექტურობის დაბრუნებას შეეცდებიან და ეხლა როდესაც ამერიკა გადის და გადის აუცილებლად, მათ აუცილებლად მოუწევთ სამხედრო ძლიერებაზე ფიქრი საკუთარი. მიუხედავად იმისა, ისინი ბოლოს დაუპირისპირდებიან თუ არ დაუპირისპირდებიან რუსეთს, არა, ეს ჩაირთვება ეგ მექანიზმი და ეს მექანიზმი რო ირთვება თავისთავად ცხადია ახლა. აი ამ სიტუაციებში ის ეკონომიკური მოდელის თემა, რომელსაც თქვენ ლაპარაკობთ, მაგის კარგი სცენარია კი არსებობს მაგის ვარიანტიც, ერთ-ერთი შეგვიძლია იმედი ვიქონოთ, რომ ეს არის კარგი ხო უნდა მქონდეს. რა ვიცი, არა, ამ სოფლიო ნამდვილად არის დღეს ესეთი, რომ ერთი ხელით შეიძლება ერთი პროცესი მიმდინარეობდეს, მეორე ხელით შეიძლება მეორე პროცესი მიმდინარეობდეს, ეს ურთიერთ გადაჯაჭვულობა, ხა ჩინეთთან ჩვენი ურთიერთობაზე რომ ხალხი აკრიტიკებს, ეგ ერთადერთი გამოსავალია ჩვენი სხვათა შორის, ის კავშირი, რომელიც არის გარდაუვალი მასსა და ევროკავშირს შორის, აი ამ ურთიერთობის გარდაუვალობაში იმ გართულებების ფონზეც კი, რომელიც გარდაუვალი იქნება, ამ დაპირისპირებით რუსეთი აუცილებლად მოემზადება ევროპა რუსეთთან ომისათვის, რუსეთი აუცილებლად იქნება მუდმივად აი ამ დაძაბულობის პროცესში, მაგრამ აქ რა თქმა უნდა შანსი არსებობს, მაგრამ უდიდესად ტურბულენტური სოფლიოს ველოდები ჩვენ და ეხლა ჩვენ გვყავს აქ ხალხი, თქვენ ნატოს პერსპექტივა არსებობს და ნატო რომ გაუქმდეს ესენი მაინც ნატოს იმისწრაფებაში იქნებიან. აი ეს არის ჩვენი უბედურება, რომ ჩვენ გვყავს ისეთი ხალხი, რომელიც აბსოლუტურად ისე ვართ გახლეჩილები, სოფხედველობრივად, ისეთ დონეზე ვართ უკვე რომ ეხლა აქ ეს ცალკე გადაცემის თემაა, მაგრამ არსად არ არის სამწუხაროდ ეგეთი გადაცემა. ზელენსკი აი ხარის რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს ხო 90 წელს. ხო ეს ზელენსკი რაც მიპასუხებ პროფესორს შეკითხვა რაც იყო იმაზე ვერ გიპასუხებ საფრთხე ჩვენს მიმართ გაიზრდება აქედან გამომდინარე ეს ყველაფერი იმიტომ მოვყევი რომ ჩვენთან მithumedes როცა ყავს ხალხი რომელიც იზრდება კი ჩვენ ვართ ეგეთები ზუსტად თქვენ რო გამოგადგებითო ეხლა რა თქმა უნდა მაშინ იქნება ეს ზეწოლა ხალხი აქედან კივიც კი ბატონო ჩვენა ვართ ზუსტად ის ხალხი რომელიც ნატო რომლის გაუქმება ჩვენ მაინც გვჯერა და ჩვენ მაინც სოფლიოს გადარჩენისთვის ვიბრძოლებთ ეხლა ეს შიზოფრენია გააქ და აქედან გამომდინარე სამწუხაროდ ამები იქნება იმიტომ რომ ეს ზეწოლა არ დამთავრდება. მე ვამბობ ეხლა რომ რუსეთისთვის ევროკავშირი მე რაღაც მომენტში ქონდა ეგიმედები და უკრაინის შემთხვევაშიც კი ფიქრობდა რუსეთი რაღაც მომენტში რომ შეიძლება ევროპული პერსპექტივა არ ყოფილიყო ეგეთ პრობლემა. ევროპა აღარ არის დღეს ის ევროპა რაც ადრე იყო. ეს სამხედრო მანქანა ხდება. ეხლა ესეთნაირად ევროპის ჩამოწერაც არ არის სწორი რა ევროპას რო აქ ეხლა ბატონო რამაზან აიცი რა ნიშნავს კოლექტიური არაზნობიერი. ახლა კოლექტიური არაზნობიერი ევროპას რო აქ ვინმე მოიგითხო სოფლიოში ეგეთი ხა ყველა იმპერია იყო და ეგ ყველაფერი თავისთავად შეიძლება აღარ ამას დრო უნდა. ეხლა ზუსტად 21-ში გამოქვეყნდა ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მაგათი მოაზროვნის წერილი ხა ჰაბერმასი ხანდაზმული იცით ახლა თქვენ როგორ პიროვნებაა მაგის კონსტიტუცია რო სწავლობდით ევროკავშირის მაგის ზეგავლენაზე მაშინ იწერებოდა და ერთი წაიკითხეთ ეს კაცი რა წერს რა ეხლა მაგი ევროპას ესეთია პატრიოტია ევროპის გასაგებია და მის მომავალზე
ოპტიმიზმით ლაპარაკობს, მაგრამ ნუ მოუწოდებს რომ ამერიკა გადის და შეიარაღებისკენ რაღაცა მოიხედეთ რა ევროპა თქვენი შეიარაღების გარეშე ფეხზე ვერ დადგებით თუ სუბიექტი გინდათ რომ გახდეთ შეიარაღება უნდა გააკეთოთ ახლა ეს შეიარაღების გაძლიერება რუსეთისთვის როგორ წარმოგიდგენიათ ურეაქციოდ და ჩვენი როლი ხო გასაგებია ახლა როგორ ათუნდა ახლა ამას ბევრი ფილოსოფია რომ ჩვენ ფრთხილად უნდა ვიყოთ რომ აი ამ ევროპამ ხო განახა უკრაინასთან, ბევრ სხვა რამესთან, სოფლიოს თუ ვერ ხედავთ როგორი არსებობს მხოლოდ ინტერესები და ინტერესების შემთხვევაში თუ ეხა შენ სტრატეგიული ნაბიჯი გაქვს გადასადგმელი და შენ სტრატეგიულ ნაბიჯებს ჭირდება, მორალი სამწუხაროდ გვერდზე გადის ხოლმე. და ახლა ამას რაც უფრო მალე გავიგებთ და რაც უფრო მალე გამოვართ ამ ილუზიებიდან, უფრო სწორ ნაბიჯებს გადავიღებთ. აქვე აი არჩევნები. ზელენსკიმ ამოწურა თავისი საქმე, ფიქრობ და ევროპასაც უნდა ახალი ლიდერი უკრაინაში. ევროპას იცით რა, მან ახლა გააჩნია ჩვენ რაზე შევთანხმდებით საბოლოო ჯამში ახლა ზელენსკისთან არის გაქანებული დიქტატურა ახლა. ხო, იქ ახლა ჯერ მარტო ევროკავშირის შეფასებებზე რო იყო ლაპარაკი ახლა, ხო, აქედან მაინც ხო უნდა მივხვდე კაცო, შეფასებები ახლა უკრაინაში რო ვინმე იგი საერთოდ დემოკრატიას ახსენებს დღეს ახლა იქ რაც ხდება შიგნით, ეგ არის ახლა გამართული დიქტატურა ახლა. ამ შემთხვევაში მას რასაც ეტყვიან, გააჩნია ახლა გარანტიებზე რო იქნება საუბარი მაგის გარეშე რო არსად არ წავა ეს გასაგებია, მაგრამ აქ ძალიან დიდი ხალხია მაგის ირგვლივ, დიდი ფულზეა ლაპარაკი და ეს ორი სუბიექტი როგორც არის ევროპა და ზელენსკი, ამათ ისეთი ნეგატიური როლი შეიძლება ითამაშოს, ჩვენ შეიძლება ვერც კი წარმოვიდგინოთ ეგ არ გამოვრიცხოთ არც ერთ შემთხვევაში, იმიტომ რომ ასეთ კუთხეში მიყენებულ ორ სუბიექტს როგორც არის ევროპა და ზელენსკის გუნდი არა შეუძლია ძალიან ნეგატიური თამაშის წამოწყება. ამიტომ ეს არ უნდა რამდენად ის არის ბატონ რომან 800 მილიარდი აი ფონ დერ ლაიენმა რომ მოაწერა ისევ და ისევ ტრამპთან გახსოვთ ხელშეკრულებას კედელთან რომ დადგა და კუთხეში და მოუწერა. იქ პრაქტიკულად 750 მილიარდი ტრამპის მოთხოვნით უნდა ჩაიდოს თმომატარებლებში ამერიკულში. 600 მილიარდი უნდა იქნეს ჩადებული ბაზარზე, ამერიკულ ბაზარზე. აი რამდენად შეძლებს აი ესეთი კაბალური პირობების შემთხვევაში ევროპა რომ გახდეს სამხედრო ისეთი სამხედრო მანქანა რომელიც რუსეთს დაუპირისპირდება. მე ხო თქვი აქ ლაპარაკი იმას კი არა ბოლოს რა ეგ ცდელობის გარეშე ეგენი საერთოდ ვერც გადარჩებიან. მაგის გარეშე ახლა მაგათ უნდა ჩართონ ეგ მექანიზმი რამდენად გამოუადბო 800-ის მაგვრად 400 შოვია 500 შოვია ეგ უცხო საკითხია უბრალოდ ეგ მექანიზმი მაგ ჩაირთვება ევროპაში იმიტომ რომ ჯერთი მაგათ დოკუმენტი ახლა არ არის ისეთ ქვეყანა რომ მაგათ დოკუმენტებს მაინც არ ხდება ყურადღებას ახლა ასო ამ ხალხს გექსტუსი გამოვიდა ეგ დოკუმენტი მაგრამ ევროპის თავდაცვის დოკუმენტი ქვია სადაც ლაპარაკია აი მილიტარიზაციის იმ გეგმაზე კონკრეტული საკრედიტო სქემები უკვე დახაზული საწარმოები როგორ უნდა ჩაერთონ ამ სამხედრო იარაღის წარმოებაში და შემდეგ ესენი ამას აპირებენ ახლა 100%-ით გამოუვათ თუ 40-ით ამ გზაზე ივლიან ისინი რომ ამ გზაზე ივლიან რუსეთის თავისთავად იგივე გზაზე ივლისაც გამომდინარე იქნება აქეთა ამ ყველაფრიდან და ჩვენ ხო ამ ყველაფერს ჩვენი კუთხიდან როგორც ჩანს იქიდან უნდა დავინახოთ რა ჩვენ ვინ რაში ფუნქციას არის ერთი რასაც ბატონი რამაზი ამბობს თუ ჩვენ მოვახერხეთ და ყველასთვის საჭირო გავხდით იმიტომ რომ ამ დაპირისპირებულ სოფლიოში ესენი ერთმანეთს დაუპირისპირდებიან შეიარაღებული ომის ენით მაგრამ იარსებებს ეკონომიკის ენას თუ ჩვენ მოვახერხეთ აი ძალიან ძაფრ სიტუაციაში აქ გავიარეთ, მაგრამ აქ უნდა გქონდეს შიდა ერთობა არის, საჭირო ამას უნდა ხედავდეს მთელი ერი შეკრული უნდა ხედავდეს ამას, ახლა შუაზე გახლეჩილი რო ხარ, ასე დონეზე ძალიან რთულია ამ. ხო, ყოველ შემთხვევაში ყველა გახლეჩილია, ხო ხედავ. არა, ჩვენ ძალიან პატარა ვართ და ახლა ჩვენ ისეთი ამოცანა გვაქვს გასავლელი, თითქმის არ არსებობს ამის აი ფანტასტიკის სფერო რომ ჩვენ ეს გავიაროთ ახლა ისეთნაირად რომ შევძლოთ რაღაცნაირად და ის პრობლემოთ რომელზეც თქვენ ლაპარაკობთ, ხო? აი ახლა როდესაც ეს დოკუმენტი დევს თქვენი ოპონენტების მხრიდან გვესმის რომ აი ქართული ოცნება ეწევა ისევ იმ პროპაგანდას რომ გახარებულები ხართ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები იმით რომ აი ამით თუ უკრაინა დამარცხდა რომ თქვენ საქართველოს ხელისუფლებას რომ ზეიმი აქვს ეს განცხადებები ისმის თქვენი ოპონენტების მხრიდან ხო კი ბატონო მაგრამ მე ახლა ნახეთ რა ვიტყვი მაგასთან მიმართებაში შეიძლება ხელისუფლების წარმომადგენელი ვარ და ცოტა თქვათ რაღაც სტომილება იყოს, მაგრამ არც გახლეჩის კონსტატირებას არ დავეთანხმები, იმიტომ რომ ძალიან მცირენი არიან და ჩვენმა ამომრჩეველმა და ხალხმა აჩვენა სიმწიფე იმით, რომ დიდი უმრავლესობა თქვენ, არ ვიცი მე, მართლა ძალიან აი 90-იანი წლებიდან პოლიტიკაში ვარ და ხათ უნდა დამეთანხმება
მოსულთა 60%-ის უმრავლესობის და ზოგადად 2 მილიონი ადამიანი მოდის ხოლმე არჩევნებზე 1,200,000-ის მხარდაჭერა ძალიან დიდი ციფრია იმისთვის რომ ყველაზე ბოროტმა მტერმაც კი დაფიქრდეს იმაზე რომ აქ გახლეჩაზე არევაზე მაინც ახერხებენ რა თქმა უნდა ილუზიის შექმნას ცდილობენ მადლობა ბატონო ცდილობენ ილუზიის შექმნას მაგრამ ეს გამორიცხულია და მეორე ოპტიმიზმი ჩემი ბეწვის ხიდზე გავლაზე როცა ვლაპარაკობთ ბატონ რომან მადლობა ამ ტერმინისთვის ვაპირებდი თქმას რომ გავიარეთ თქო და ეხლა კიდევ ერთხელ გავიმეორებ რახან ერთხელ გავიარეთ აი კიდე გავივლით მე ამაში დარწმუნებული ვარ და არა მარტო იმიტომ რომ სულ იქნება ხელისუფლება არა მე ვფიქრობ რომ ჩვენ იმდენი ისტორიული გამოცდილება უახლოეს ისტორიას გულისხმობ თუნდაც ჩვენ ძალიან ბევრი შეცდომები გქონდა 90-იანი წლები შეიძლება ძალიან მძიმე და რიგ შემთხვევაში ძალიან ცუდი იყო მე რთულ სიტყვას აღარ ვიტყვი და ცუდ სიტყვას მაგრამ ვფიქრობ რომ ამან თავისი შედეგი დღეს გამოიღო და ამ ყველაფერზე დაყრდნობით მე ვფიქრობ მაინც რომ ჩვენ მოვახერხებთ ამ გზაზე გავლას მოვახერხებთ ისე როგორც ეკადრება საქართველოს და ქართულ ხალხს ეკადრება და როგორც გამოადგება ხელისუფლებას ასე ოპოზიციასაც სხვათა შორის ოპოზიციასაც მე სულ მაგას ვამბობდი უბრალოდ თემა სულ სხვა თემაზე მეგონა დღეს იქნებოდა საუბარი და ერთ-ერთი ეს ჩემი ისიც იყო რომ რა ვერ მიხვდნენ 15 წლის განმავლობაში რომ თავის თავს მარხავენ რა ვერ მიხვდნენ რომ ეს გზა არის ძალიან უპერსპექტივოც არასწორიც მე აი 61 მანდატის ასე უგულებელ ყოფა ასე ქულების ნელ-ნელა დაგროვებაზე უარის თქმა და ეგრევე 2003-ის ექსკლუზივის ხელში ჩაგდება კაი გემრიელი იყო ეთყობა ის ლუკმა და ესეთი უტოპიაში ცხოვრება რამდენხან შეუძლიათ ვინმე ერთი მრჩეველი როგორ სალამ დაკვეთა იქნება ალბათ დღევანდელმა აი ამ თქვათ ყოველ შემთხვევაში ესე მკაცრად ამერიკის მხრიდან პირველად დგას ხო ომის გაჩერებაზე ამდენი ხნის განმავლობაში რაც მოვიდა პრეზიდენტად ითხოვს ეს კაცი რომ შეჩერდეს ეს ომი მაგრამ კონკრეტული დოკუმენტი ახლა დაიდო ასე მკაცრად თქვენ როგორ ფიქრობთ აი ტრამპის აი ამ განცხადებამ თუ წარმოდგენილმა დოკუმენტმა დაადასტურა ის რასაც საქართველოს ხელისუფლება აი ამ ხნის განმავლობაში ამბობდა რომ საქართველოს ომში ჩართვა უნდათ იმიტომ მიდიოდა ეს ზეწოლა იმიტომ არის ეს თქვათ არჩევნების გაყალბებაზე საუბარი ოპოზიციის მხრიდან და საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ეს დოკუმენტი ბმაში არის იმ პროცესებთან რაც ხდება დღეს საქართველოში მე ვერ ხედავ დოკუმენტსა და პროცესებს ანუ ყოველ შემთხვევაში ანუ ტრამპი ამბობს რომ მე რომ ყოფილიყავი პრეზიდენტი იქ ომი არ იქნებოდა ხო ვისმენთ ამ განცხადებას ამ ხრივ ხო ანუ ამერიკის პოზიციიდან გამოჩნდა დღეს ყოველ შემთხვევაში ამ კაცმა ბოლოს დოკუმენტი წარმოადგინა რომ აი მაშინაც არ მინდოდა ომი და არც ახლა არ მინდა ყოველ შემთხვევაში ეს პოზიცია მისი მხრიდან იცით რა არის ჩვენ იშვიათად გვიჩნდება კითხვა რატო არ უნდა ამ ტრამპს ეს ომი ფრთები თეთრი იმის გამო მიზეზი ხო ყველაფერს უნდა კონდეს ომსაც და მშვიდობასაც მე მაინც მგონია რომ ტრამპს არ უნდა ომი ძირითადად ერთ-ერთი პირველი თეზისი ეგ იყო ხო რომ ომი უნდა შევას ომი იმიტომ რომ ომის მსურველები ხო ნახეთ ევროპა არის ესენი ძირითადად არიან რადიკალური ლიბერალები ანუ პარტიული ბრძოლა ამ შემთხვევაში ერთ-ერთი წამყვანი მოტივი რა თქმა უნდა გარდა იმისა რომ როგორც ბიზნესმენს არ უყვარს რა ომი საერთოდ და მშვიდობაზე საუბრობს ყოველ შემთხვევაში ეს ადამიანი მაგრამ ერთ-ერთი ძირითადი დაპირისპირების ხაზი არის პარტიული დაპირისპირება და ულტრალიბერალებიც არ აკლებენ დაპირისპირებას თოფს ესვრიან ხო ტრამპს ისე რომ ეს ხაზი არის და აი ამ ხაზის კონტექსტში რომ მე რო ყოფილიყავი ომი არ იქნებოდა შეიძლება ეგ შინაარსი ჩავდოთ რომ ის ან მისი პარტია რო ყოფილიყო აი ეს პარტია ომს ვერ წამოიწყებდა და ვერ გაახურებდა და ეს პარტია რომელიც შენ გებძვის ამას ეს რატო გითხეთ იცი ხელისუფლებაც საქართველოს ხელისუფლება ამბობს რომ აქ იდება ზუსტად თანხები იმისთვის რომ რაღაცა მეორე ფრონტი გაგვეხსდა ხო აქედან გამომდინარე თუნდაც წინა ადმინისტრაციის განცხადებები ყოველდღიურად დღიარიყო ხო რომ საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ კრიტიკული განცხადება არ გაეკეთებია ყოველ შემთხვევაში რაც ტრამპი
მოვიდა ხელისუფლება ეს განცხადებები შეწყდა. არა, ამერიკის მხრიდან შეწყდა. ევროპა? ხო, და ევროპა და ამერიკის პოზიციაც ხო გამოჩნდა რომ არა, განსხვავებულებია. ხო და ამერიკაში პარტია შეიცვალა და მაგიტო და იქ ძველი პარტია. ჩვენ ამერიკა ევროპის ტერმინებში ვლაპარაკობთ და არა ულტრალიბერალები და კონსერვატორები. არა და იმათი ბრძოლა, პარტიული ბრძოლა. და ჩვენ ყვების შუაში. ხო, არა, ჩვენ ხო ყველგან შუაში ვართ. მეორე მიზეზი ბატონმა რამაზმა წეყან თქვა. იმ ოქროს ნივთის გაკეთების შანსი აქედანაც გაჩნდა. ხო. და ეგ ძალიან კაი საქმეა, კაცო. უნდა შევუწყოთ. ხო, ერთი მომენტი კიდე ხა თვითონ რომ ტრამპი რატომ მოვიდა ხელისუფლებაში ეს ყველას დაავიწყდა ხა რომ საშუალო კლასის ფენა იყო იქ ძირითადი, ხო და ეხლა გლობალიზაციამ საშუალო კლასი რო გაიტანა მესამე ქვეყნებში და ძირითადი მაგის შეპირება იყო ამ ხალხისთვის დახმარება და ეს გადაერთო უკრაინაზე და ახლო აღმოსავლეთზე და ჩინეთზე და ამიტომ ეგ ეხლა მერის არჩევა და ეს ყველაფერი შიგნით რა პროცესები არის ეხლა ჩვენ ასე ანალიზებთ ამას და შიგნით არის პროცესები ამ ხალხს თქონდა რომ ჩვენი გულისთვის თუ მოხვედი ჩვენ მოვხედე ეხლა და თუ უკრაინის რაკეტების შესაძლებლად მოხვედი, მაშინ ჩვენი ამბავი არ იყო ხა. ჩვენ რო გონია რომ ხა ამერიკა ესე გადაყოლილი ამ თან შიგნით ხალხის განწყობები, ვინც იცის ხა თავეთკივილები და ამან იმ საშუალო ფენას უნდა მიხედოს რომ მოვიდა დაიწყო კიდევაც თითქოს, მაგრამ მე ისე ჩაეხლართ ამ ყველაფერში ხა ევროპელებისგან რომ ვერ გადის, ხა მას ბოლო-ბოლო ყველაფერს თავი დავანებოთ, მაგის რესურსი აღარ აქვს. რომ მიხედოს თავის საშუალო კლასსაც და იმ აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში მომავალ დაძაბულობას, რომელიც როგორ იქნება ხა იქ ახეთ აღმოსავლეთის თემები, აქედან გამომდინარე ყველაზე ნაკლებად უნდა მაგას აქ ყოფნა თავისგან და აქედან გამომდინარეა სწორედ ეს ევროპის ფიქრიც იმაზე, რომ ეხლა რა გამოვუვათ და რა არ გამოვუვათ მეორე თემაა, მაგრამ ისინი თავის სუბიექტურობას ეხლა ჩაებღაუჭებიან ამ ხელა ისტორია აქვს მაგათ და ამ შემთხვევაში ეს მხოლოდ შეიარაღებულისკენ წასვლა არის. სხვა გამოსავალი მაგათ არ აქვს, რომ რაღაც სუბიექტი გახდნენ, წავლენ ამ გზით. მოვუვათ არ ვიცი, მაგრამ ამერიკა გავა, ესენი უნდა წავიდნენ მაგათ. შეიძლება აქამდე წავიდოდნენ. არ არის ესე ბატონო, ჩემი აზრით ეხლა ძალიან ყველანი ამ ევროპას ისე მოიხსენიებთ ჩვენ რომ მე არ მგონია რომ მანდ ეხლა ხანდახან როდესაც ადამიანი ესეთ მდგომარეობაში დგება, მე ესეთი მომენტები ერთვება და აუცილებლად ეხლა იქ არ ვიცი აგერ არის დრო და ვნახავთ ყოველ შემთხვევაში. კი, მე უბრალოდ ევროპელი ამომრჩევლები არ მგონია ამ ევროპულ თუ კი ეს ელიტა გადაწყვეტილებას მიიღებს, რომ სახსრები გადაუშვას შეიარაღებაში, არ მგონია ამომრჩეველმა ეს გადაწყვეტილება შიშია დიდი რუსეთის რა, შიშია დიდი რუსეთის დანერგილია უკვე რუსოფობია იმდენად არის გასული, რომ რუსეთის პოტენციური შიში ამას დამატებული შენ სუბიექტად გახდომი შიში და ეს ყველაფერი თავისთავად იქ ამ პროცესებს შეიძლება დაასტიმულირებს. არ ვამარტივებ, გეთანხმებით, მაგრამ იქნებ დეფინიციები მინდა გავაკეთოთ რა. აი ჩვენ სულ გვახსოვდეს, რომ ძალიან დიდი სხვაობაა ევროკავშირს და ევროპას და ევროპულ სახელმწიფოებს შორის. ჩვენ ნუ გავაიგივებთ ამას, იმიტომ რომ არის ეგერ ორბანი და არის ადამიანი და არიან სახელმწიფოები და საქართველო მათ შორის არის, რომლისთვისაც თავის სახელმწიფოებრივი ინტერესი ბევრად მეტია ვიდრე ევროკავშირია თუ ევროსსრ რაღაცა შექმნილი გაუგებარი თითქოს და ეკონომიკურ საფუძველზე, მაგრამ ეხლა აი აგერ ვსაუბრობთ, რომ თურმე სამხედრო ის არის მათთვის მთავარი. ესენი არ უნდა აურიო და მე მაქვს კიდე ერთი ესეთი ისა, რომ ეხლა ამ ტრამპს კი არის ჩემი ჟღალი მიმინო, მაგრამ φτები ნამდვილად არ ამოსდის რა. იმიტომ რომ არა, φτები არ ამოსდის ეხლა. ჩვენ ვიცით ყველამ ძალიან კარგად, რომ მისი ლობირების ქვეშ არის ძალიან ბევრი ისეთი თემა, რომელიც შეიძლება ბევრი ამერიკელისთვისაც და ჩვენთვისაც აბსოლუტურად მიუღებელი იყოს. ეს არის იგივე ნათანიაჰუს თემა და ასე შემდეგ რა. ჩვენ ისიც ძალიან კარგად ვიცით, აი როდესაც ვამბობთ მიზეზებზე, რატო აქვს ტრამპს ესეთი პოზიცია, ბოლოს და ბოლოს ყურში გაარტყეს ტყვია, კაცო, ბიბილო იყო თუ რა იყო, რა მნიშვნელობა აქვს ტყვია გაარტყეს. ეს იყო გლობალისტების განასროლი. ანუ მას ძალიან ბევრი ლავირება უწევს, ამიტომ ჩვენთვის ძალიან რთული იქნება, თქვათ ამაში ჩამოყალიბება, მაგრამ მე არ მინდა რომ ჩვენი ეთერი ისე დამთავრდეს, რომ ერთი რამ აი მინდა ვისარგებლო, იმიტომ რომ ეს საზოგადოებას, რომელზეც დიდი მადლობა ვახო, რომ ამ ადამიანებთან ერთად მომიწვია ძალიან საპატივცემულო ხალხი არის და მინდა რომ მათი თანდასწრებით თქვა ერთი რამ, რომ და ძველი მეგობრები, ხო, კოლეგები და ის რა ქვია, ჩვენმა ხელისუფლებამ, ხო,
აი, ვინც რა უნდა ეხა ქოცი ვერ ვარ, იმიტომ რომ პარტიის წევრი არ ვარ რა, მაგრამ პრინციპში ქოცი ვარ რა და ძალიან მაგრამ მომწონს ეს ამბავი, რომ ქოცი ვარ, იმიტომ რომ ჩემმა ხელისუფლებამ სოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყნებს შორის გაატარა ერთ-ერთი ყველაზე უფრო სახელმწიფოებრივი პოზიცია. რა იყო პრაგმატული პოზიცია გაატარა, პოლიტიკური პრაგმატიზმი იყო მასში და იყო უსაფრთხოება, ეს იდენტობა, ეს რაღაცა, მაგრამ პრაგმატულობა ვისთან თანამშრომლობს, რომელ სახელმწიფოებთან და რა პოლიტიკურ სვლებს აკეთებს. აი ახლა მასხრად აგდებული, რო იმაშვებიან, ახლა მე ვიგდებ მასხრად იმათ, თორე ის რა ქვია არაბიზაცია. თუ ირანის არაბიზაცია. არაბიზაცია, ხვდებით ხალხ, ნო მაშინ რატო არა ჩინეთიზაცია? რამდენი ფული იდება საქართველოში? რამდენი ხანია დამდგარია? თურქე არა, ფულები ხო იდება. ყულებში რუსული ფული ხო არის, ანაკლიაში ჩინური ფული ხო არის, ეხლა არაბული ფული შემოდის. იმაში რა ქვია, ბაქო-თბილისი ჯეიხანი გვაქვს, სხვა თუ არაფერი. ძალიან მიყვარხარ, მაგრამ მაგის კითხვა შეიძლება? რისი? იმიტომ არაბიზაცია პრობლემა, რომ არაბები რო შემოდიან, თურქეთისა და რუსეთის მეტოქეები არიან. კიდე? და ეგ პროტესტი ამათი დაფინანსებულია. რა თქმა უნდა. და ჩინელები? ჩინელები და ხვდებით, აი, ისი თქმა მინდა. პრაგმატულობა, როცა საკითხზე მიდგება, როცა დაილაპარაკებენ, გადაწყდება აი ის რაც იქ ჩაწერეს ხელშეკრულებებში, რუსეთი, ამერიკის ის რაღაცეები, ხო? ჩემ ქვეყანაში იქნება უსაფრთხოებაში ჩადებული ძალიან ბევრი ისეთი სახელმწიფოს ფული, რომელთანაც მოუწევთ დაჯდომა, დალაპარაკება და იქ უკვე პირველი სკრიპკა იქნება ჩემი ქვეყნის ხელისუფლება რა და ჩემი სახელმწიფო. თითო წუთი მინდა მოგცეთ შეჯამებისკენ მივდივართ. აი, რას ფიქრობთ ყოველ შემთხვევაში, რომ სწორ გზას ვადგავართოთ, თქვით წერან თითოეულმა სტუმარმა გავიარეთო, მაგრამ ხსნა მაინც ამ ქვეყნის რაში არის ბატონომა? ჩვენ გვჭირდება ცოტა სხვა ხარისხის ერთობა შეგნით. ეხლა ბატონი ხელისუფლებას წარმოადგენს და ის უფრო ოპტიმისტი უნდა იყოს, მე არ წარმოვადგენ და ცოტა პესიმისტი უნდა ვიყო, იმიტომ რომ თქვენ ზედმეტი არ მოგიგდეთ ოპტიმიზმი, იმისა რომ გვავნოთ რაღაცაში, ეგ ესეთი ამბავია და ეხლა ეგ დაპირისპირება ეხლა ასეთი საქმისთვის არის ძალიან მძაფრი. ჩვენ რო ეხლა ამ დონეზე გახლეჭილი ვართ, რომ ვიძახი, ისეთ რამეზე ვართ, ისეთ ბეწვის ხიდზე ვართ გასავლელი, რომ ამას ცოტა სხვა ტიპის ერთობა ჭირდება. აქ ეხლა 52%-იანი და 60%-იანებზე აბეზე ანგარიში ეხლა სხვაგან წაგვიყვანს, მაგრამ ძალიან საფრთხეთ მიმაჩნია მე, რომ ჩვენ ვერ მოვიფიქრეთ ფორმა იმ ურთიერთობის, რომ ეხლა ყველა აგენტი ხო არ არის ხალხი, რომელიც სხვანაირად ფიქრობს. მაგას თავისი წინაპირობა აქვს, შეხედულებების ფორმირების პროცესი ეხლა ბატონ რამაზე უკეთესად, ვინც ძალიან რთული პროცესია, ადამიანები ადვილად ვერ იცვლიან თავის შეხედულებას, რატო ჩამოყალიბდა ის შეხედულება, ეგ სხვა არის, მაგრამ ჩვენ ორივე მხარემ სარყეში თუ არ ჩავიხედეთ და ჩვენთან ეხლა შევრიგდეთ, რას გულისხმობს ადამიანი, აი მოდი მე როგორ ვხედავ, ისე შეხედე საქმე და შეგირიგდები. ნებისმიერი ადამიანი, ვინც იძახის რომ მოდი შევრიგდეთ, გულისხმობს რომ მე როგორ ვხედავ, საკითხს ისე შეხედე და მოდი დაგელაპარაკები და აი ესე ორივე მხარე არ გამოვა ეგ და ფორმატებია მოსაფიქრებელი, ისეთი რომელიც ჩვენ უკანა მხარეს ვინც არიან ადამიანები, რომლებიც ასე დაპირისპირებული ერთმანეთთან არ არიან, იქნება ერთმანეთის პოზიციების გაგება დავიწყოთ, იმიტომ რომ ჩვენ გავზარდეთ ხალხი, რომელსაც უბრალოდ რაღაცა ლიბერალური დემოკრატიის გარდა საერთოდ სამყაროში რამე თუ არსებობდა, მაგაზე თვითონ რო არ უფიქრიათ, ეს ამაში ჩვენი დამსახურებაც არის. არის ხალხი, რომელიც აი უბრალოდ ამ დასავლური ორი პარადიგმა ებრძვის ახლა ერთმანეთს. დასავლეთი აღადგენს თავისი ჰეგემონიის თემას თუ მიიღებს ძალთა ბალანსის თეორიას და არის ხალხი, რომელსაც ჯერა, რომ ის დასავლეთი, სადაც იყო დემოკრატიული მშვიდობა და მთელი ეს რაღაცა რომელიც ახლა ჩემთვის სერიოზული არ არის, მაგრამ ნუ ჯერა ამ ხალხს ახალგაზრდებს ჯერა განსაკუთრებით და ამიტომ ამას უნდა დაფიქრება და ეს არ არის აუცილებლად უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ ეს სერიოზული პრობლემაა და ჩვენ რო ახლა მივდიოდეთ, როგორ განვითარდებით, მარტო ეს პრობლემა რო იყოს ჩვენ წინ, დროთა განმავლობაში ვიტყვით, რომ მოვაგვარებთ, მაგრამ 6 თვის შემდეგ, 1 წლის შემდეგ შეიძლება ესეთი პრობლემები დააგვიდგეს, რომ სულ სხვანაირი ერთიანობა გვჭირდება შიგნით და ეს არის ჩემთვის თავი პრობლემა, ეგ უნდა გავაკეთოთ როგორვე და დანარჩენი ახლა მე საით ვდგევარ, მე აქ ვდგევარ. და ესე მგონია, რომ ეხლა ჩვენი ხელისუფლებაზე როცა იყო ლაპარაკი, ეხლა ტრამპმა რა გააკეთაო და ემთხოვა თუ არა იგი ის ტრამპმა გამოვიდა და თქვა პროქსი ომი იყო, მაგაზე მეტი რა უნდა ეთქვა.
თქვა რომ უკრაინა იყო პროქსი ომიოდ ეხა მაგას რაღაც უნდა რამე გადამოწევა ჩვენი ხელისუფლება სწორად იქცეოდა თუ არ იქცეოდა თავისთავად ნიშნავს ვის უნდა ქონდა სურვილი ეხა ვიღაც კრიტიკა რამზეც მიდის კრიტიკა რომ პუტინის დავალებებს ასრულებს უბრალოდ რამზეც questions ჩვენ მაგაში ვერასოდეს ვერ ჩავალთ ეხა სხვადასხვა ჩვენი ერთ-ერთი პრობლემა ისაა რომ ვითომ ამ ინფორმაციულ სამყაროში ჩვენ ძალიან ცოტა ინფორმაცია გვაქვს იმ ძირითადი მოტივების შესახებ რაც გადაწყვეტილება და მიღების საფუძველი ხდება სამწუხაროდ ჩვენ უნდა ვიმჯელოთ დამდგარი შედეგებიდან გამომდინარე მე ანალიზი უნდა გავაკეთოთ რაღაცა თეორიებში უნდა ვიყოთ გარკვეული საერთაშორისო ურთიერთობები როგორ მუშაობს და აქედან მივიდივართ რაღაც დასკვნამდე პოლიტიკური რეალიზმი არის ის თემა რომელიც ნელ-ნელა შემოდის და დგება და ვისაც ეს ესმის ძალიან კარგი ვინც ახლა დარჩა ლიბერალურ პარადიგმაში ამ ხალხს დიალოგია საჭირო ახლა თქვენ დეგენერატები ხართ არაფერი არ გესმით ასე ჩვენ შიგნით დავზარალდებით ამით თორე გარეთ იმათმა იდაო როგორც უნდა და თქვენი პოზიცია აი აქ როგორ ხედავთ გამოსავალი ხსნა ჩვენი ქვეყნის რაში არის საქართველოს ჩვენ ხომ გავიაროთ ეს გზა ვეთანხმები დიალოგი საჭიროა და ვეთანხმები თუ არ იქნა რა დიდი უბედურება რა თქმა უნდა სასწაულია დიალოგი არის სარკეს ჩახედვა პირველ რიგში ორივე მხარის მიერ ახლა ხო იმიტომ არა პირველ რიგში არა რომან დავით აღმაშენებელს რო დიალოგის დაცვა დაეწყო ეხლა ის დრო არ არის ავწუხაროდ ეხლა ჩვენ რო დიალოგი რატო ლაპარაკობთ ჩვენ ერთი თაობა მაშინ უნდა საერთოდ დავხუჟოთ თვალები აი პრობლემა გვაქვს ჩვენ რა მე მიმაჩნია რომ თუკი იმან რატო რა უხარიათ ოცნებას ზელენსკის გამარჯვება თუ დამარცხება მაგასთან დაკავშირებით არის ზელენსკის ციტატების რამოდენიმე ასხმა როცა იძახდა რომ ომში ეს ხელისუფლება არ ჩაება და სააკაშვილი რო ყოფილიყო შეერნებოდა ესე იგი და მე ელჩის გამოწვევა ესე იგი ფაქტიურად ზელენსკიმ გამოუცხადა ამ ხელისუფლებას თქვენი მტერი ვარო. ახლა რატო უნდა იყოს ეს ხელისუფლება სამხრივი სიყვარულის რეჟიმში? იმან ტრობა გამოგიცხადა და თუმცა უკრაინელი ხალხის მეგობრები ცალფრივად რჩებითო ხელისუფლებისგან მოგვისმენიათ ჩვენ ეს. ხო, საქმეში ეს ამ არგუმენტს რომ ვერ გაიგებ, ეხლა და ვერ შეაბა. ხო წარმოგიდგენია რა სერიოზულ ამასთან გვაქვს, მე მაგას ვიზახი რა. ეს ხო ახსნაც არ ჭირდება, მაგრამ ამას რო სხვანაირად ხედავ, ესე იგი სულ სხვა პარადიგმაში ცხოვრობ, გესმის და ეს უკვე სერიოზული მსჯელობის თემაა, იმიტომ რომ ეს ეხლა ისეთი თემა არის. წარმოუდგენელია. წარმოუდგენელია, იმიტომ რომ ხო და მაშინ დავით აღმაშენებლის თემამდე უნდა მივიდეთ, ეხლა ამიტომ გეუბნები მე ხშირად ვამბობ ხოლმე, სულ სამი ალტერნატივაა, ტერიტორიას ჩვენ ვერ გავყოფთ. თუ არ დაველაპარაკებით, მაშინ ერთმა მეორე უნდა გააჩუმოს და მაშინ რა დროზე გავაკეთებთ ამას? დავით აღმაშენებლის პრინციპს ატარებს იგივე ხელისუფლება, ოღონდ არა დასჯით, არამედ უმნიშვნელობის არ კარგვით. ხო, მაგრამ საუბრალოა მათი დაფინანსება. და პარადიგმად შეეცვლებათ, რომან, ეს არის ფაქტი. ილია ვერ დადასულა მივცეთ საშუალება და უნდა დავასწროთ. ილია გისმენთ აგენტია, მაგრამ არის ადამიანები, რომლებსაც უკვე ჩამოუყალიბდათ ხედვა და მაგაზე ფიქრია საჭირო. მაგის თქმა მინდა. მე რატო მაინც იმაზე ვრჩები და რატო გავამახვილე ამ რჩეულთა რაოდენობაზე ყურადღება მოკლედ ვიტყვი. იმიტომ რომ მე ის გამოვტოვე, რომ ჩვენმა შრომამ და ჩვენმა გარჯამ შედეგი გამოიღო თქო. თორე ჩვენ არ გამოგვიტოვებია დაწყებული ბიძინა ივანიშვილის პრემიერობის დროს პირველი განცხადებიდან. ჩვენ უნდა მოვექცეთ მათ ისე, როგორც საქართველოს ეკადრება და არა როგორც ისინი იმსახურებენ. აქედან დაწყებული ბატონ რომან ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ და დღესაც სხვათა შორის ვაკეთებ. ვინც საღზე მოტრიალდება, არც არანაირ ოპონირებას არავისთან არ ვერიდებით და არც მათ აზრს არ დავცინით და ძალიან ბევრი გვაკრიტიკებს დღესაც სხვა პოლიტიკური პარტიები და სხვათა შორის მივესალმები იმას, რომ რაღაც სოციალური ჯგუფის წარმომადგენლები, ანუ კლასიკურად პარტიები ჩნდება, იმიტომ პარტია ვიღაცას ხო უნდა წარმოადგენდეს, ახლა თქვენის არ იყოს ეს შორს აგვიყვანს ამ პოლიტიკური იმაზე წიაღწევებზე სიარული ლაპარაკი, მაგრამ მე მაინც ამას ვამბობ, რომ ჩვენ აი ზუსტად იმას მივახციეთ, აი ამ სწორი მე ვფიქრობ შიდა პოლიტიკითაც, რომ აი ის მხარდამჭერთ, ანუ შეგნებული მხარდამჭერი, როცა არ იყო დაპირისპირება, პოლარიზება და 1,200,000 კაცი მოვიდა და ხმა მოქცა, ამიტომ ამბობ, თორე კი არ ვითვლი. ის ორი კაციც ჩემთვის მნიშვნელოვანია და მე პირადადაც ვიბრძოლებ იმისთვის, რომ ის ორი კაციც დავარწმუნო და აქეთ გადმოვიყვანო არა ჩემს მომხრედ
არამედ რაციონალურ ნახევარში, სადაც ამოსავალი საქართველოს სიყვარულია და სადაც არ დადგება, როცა გარეთ საშიშროება დგება, მარტო მაინც და მაინც სისხლი კი არ უნდა დაიღვაროს, რომ ერთად დავდგეთ 9 აპრილის იმის არ იყოს. ზოგადად საფრთხე როცა ქვეყნის არის, მე ვფიქრობ, რომ ოპოზიცია და ოპონირება უნდა იყოს ამ რეჟიმში გადასული. ამიტომ ჩემი აზრით გამოსავალი ჩვენი ქვეყნისთვის მე ვფიქრობ არის მტკიცეთ სწორი პოლიტიკის გაგრძელება და კიდევაც გავიმეორებ იმას, რომ ბეწვისხიძე გავიარეთ და კიდევაც გავივლით და ეს აჩვენა ჩვენმა ხელისუფლებამ და დანარჩენი რა ვიცი მე ვფიქრობ, რომ ომი არის დიპლომატიის გაგრძელება სხვა საშუალებებით, აი სხვა საშუალებები კეთილი უნდა იქნებონ მოაკლონ და დიპლომატიის გზით უნდა მოახერხონ ურთიერთობების დალაგება. დანარჩენი ყველაფერი მე ვფიქრობ რამის დამატება ხოლმე არა, მინდოდა უბრალოდ მეთქვა იმასთან დაკავშირებით. ცოტა მოგწად რო, ხო? ხო, თავიდან მიპროტესტებდით. დაგვიბალანსა. მინდოდა მეთქვა ის, რომ ჩემთვის ახლა და ვიცი თქვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი არის ის გამარჯვება სასამართლოზე, რომელსაც მიაღწია ბიძინა ივანიშვილმა რა. აი ამ შვეიცარიულ ბანკთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ეს არის კიდე ერთი ნაპერწკალი იმისი, რომ სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს რა. არ იკარგება სიმართლე და ეს ადამიანი იბრძვის ბოლომდე. ბოლომდე იბრძვის ხალხო. კი, შედეგიც არ უნდა ყოფილიყო. და თან თქვა რომ ნუ მევაჭრებითო რამ ჩემი ფულებითო. ნუ არ უღალატებ ამ ქვეყანასო და გამანებეთ თავიო და აი ეხლაც იმასგან და აქ ამ გადმოსახედიდან ხვდები, მინდა რომ იმათმაც დაინახონ ადამიანო რა, აი შეიგნეთ, დაინახეთ რომ ხვდებით აი როგორ ნელ-ნელა, როგორი ნაბიჯებით, როგორი პატარა წვრილად დანის პირზე გავდივართ ხელისუფლებასთან ერთად და დღეს ჩვენი ერთადერთი მოკავშირე ვინც არის ხელისუფლება რა, ხალხის მოკავშირე არის ხელისუფლება. აი ეს ახალგაზრდა ბიჭები, რომლებიც ყოველ დღე პრაქტიკულად თავის სიცოცხლეს ეთამაშებიან რა, თორე არ გვინახავს რა ფიცოს და ვიღაცეებს რა უქნეს რა და რა დღეში ჩააგდეს რა. მადლობა. მადლობა უნდა გადაგიხადოთ, რომ მოხდეთ და მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა. 4 შაბათს შევხვდებით. მშვიდობიან ღამეს გისურვებთ. კარგად ზანდებოდეთ.